ვინც ამ ფილმს გააკრიტიკებს, ის ქვეყნის მტერია. ეს სიტყვები პროდიუსერ კობა ნაყოფიას ეკუთვნის. ნაციონალური არხების და ხელისუფლების წევრებიც უმეტესწილად ზუსტად ამ სტატუსით მოიხსენიებდნენ ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატ ნაყოფიას. ფილმი აგვისტოს 5 დღე ნაყოფიას მიერ ქვეყნის მტრებად შერაცხული კინომცოდნეების მწვავე κρიტიკის ქვეშ მაინც მოექცა. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ასევე გაუგებარი დარჩა ჰოლივუდის ორი ვარსკვლავისთვის მოწყობილი პომპეზური მიღება და ამაში დახარჯული კოლოსალური თანხები. ამაზე ბევრი ითქვა და ბევრი დაიწერა კიდეც, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენი გარშემომყოფებიდან კითხულობდა, ვინ არის წარმატებული პროდიუსერი ნაყოფია და ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ის რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენია, რომელიც 2003 წლის ვარდების რევოლუციას ფეხდაფეხ ჩამოხვა საქართველოში. და ის პროდიუსერი არ არის, ის პოლიტიკოსია. ყოველ შემთხვევაში ამას იბრალებს და ამას აბრალებენ. ის საქართველოს პარლამენტის წევრია, დეპუტატია ბატონებო. დაფინანსდა თუ არა რუსეთ საქართველოს ომის შესახებ ჰოლივუდში გადაღებული ფილმი რუსული ფულით. ვინ არის ოქრომჭედელი გენერალური? რატომ მიდის მოოქროვილი კვალი პრეზიდენტის ბიძამდე, საიდან მოდის და სად იშოვა ნაყოფიან ფული? ოქროს კარიერის გენერლების ანატომია. საქართველოში დღეს შემიძლია ვთქვა, რომ პირველად ჩამოყალიბდა სერიოზული ტრადიცია ფილანთროპიის, ქველმოქმედების, ის რომ ბიზნეს შეუძლია ამის გაკეთება, რაც დღეს გაკეთდა, ეს არის ყველაზე უტყუარი ნიშანი, რამდენად შორს წავიდა ჩვენი ქვეყანა. კობა ნაყოფიას იყო მთავარი ფიგურა ყველაფერ დანარჩენთან, რაც ეხებოდა ამ ფილმს, იმიტომ რომ აღმოაჩნდა ძალიან დიდი გული, ძალიან დიდი მგზნებარება, ძალიან დიდი სიყვარული ადამიანების და საკუთარი ქვეყნის. კობა ნაყოფია პატრიოტიზმისთვის და ახალი სტანდარტების დანერგვისთვის ქართულ ბიზნესში. კობა იროდიონის ნაყოფია, პირადი ინფორმაცია. დაიბადა 1979 წელს ქალაქ გალში. დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. განათლება უმაღლესი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია. კვალიფიკაცია ეკონომისტი, ბიზნეს იურისტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. პარლამენტის წევრობასთან დაკავშირებული საქმიანობა. არჩევის ფორმა მაჟორიტარი. საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. გამარჯვებული საქართველოს.
პოსტთვის. საარჩევნო უბანი 23 ბოლნისი. საქმიანობა პარლამენტში. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია. ქონებრივი დეკლარაცია 2010 წლის 11 მაისის მდგომარეობით. ბინა რუსეთში, მოსკოვში, კაშირსკოის შოსე 55, ბინა 7, საერთო ფართი 55 კვადრატული მეტრი. საცხოვრებელი სახლი საქართველო, გალი, ქოჩახიას ქუჩა 8, ფართობი 360 კვადრატული მეტრი. მიწის ნაკვეთი საქართველო, გალი, ქოჩახიას 8, ფართობი 1200 კვადრატული მეტრი. მიწის ნაკვეთი საქართველო, თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, ფართობი 11301 კვადრატული მეტრი. ბინა საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი პირველი ჩიხი 33, ფართობი 198 კვადრატული მეტრი. აგარაკი, ესპანეთი, კანარის კუნძულები, ჩაიოფა, ვილა 11B, ფართობი 300 კვადრატული მეტრი. 50%-ის მფლობელი კობა ნაყოფია და 50%-ის მფლობელი მისი მეუღლე ელგა სოფია გახლავთ. მშენებარე საცხოვრებელი სახლი საქართველოში, თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, ფართობი 1670 კვადრატული მეტრი. მეუღლე ელგა სოფია, მშენებარე ბინა საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 80, ბინა 3, ფართობი 208 კვადრატული მეტრი. მეუღლე ელგა სოფია, მშენებარე ბინა საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 80, ბინა 5, ფართობი 142 კვადრატული მეტრი. შვილი ნიკოლოზ ნაყოფია, მშენებარე ბინა საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 80, კორპუსი 7, ბინა 4, ფართობი 205 კვადრატული მეტრი. მეუღლე ელგა სოფია, ბინა რუსეთი, მოსკოვი, მალაე ორდინკა 5/6, ფართობი 167 კვადრატული მეტრი. მეუღლე ელგა სოფია, ბინა საქართველო, თბილისი, ამბროლაურის ქუჩა 7, ბინა 8, ფართობი 31 კვადრატული მეტრი. მეუღლე ელგა სოფია, ბინა საქართველო, თბილისი, ამბროლაურის ქუჩა 7, ბინა 9, ფართობი 83 კვადრატული მეტრი. კობა ნაყოფია, მსუბუქი ავტომანქანა, Mercedes-Benz GL. მეუღლე ელგა სოფია, მსუბუქი ავტომანქანა, Mercedes-Benz AMG. ნიკოლოზ ნაყოფია, მსუბუქი ავტომანქანა, Mercedes-Benz AMG. ნიკოლოზ ნაყოფია, მსუბუქი ავტომანქანა, Mercedes-Benz G55 AMG. ნიკოლოზ ნაყოფია, მსუბუქი Mercedes-Benz C-კლასი. კობა ნაყოფიას ეკუთვნის ასევე ლადო გუდიაშვილის 2 ფერწერული დილო. სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილე პირების ვინაობა. შვილი ნიკოლოზ ნაყოფია, Gold Invest საქართველო, თბილისი, ყაზბეგის ქუჩა 3/5. შვილი ნიკოლოზ ნაყოფია, Pioneer Limited, ბრიტანეთი, ვირჯინიის კუნძულები, Tortola Road, თაუნის საფოსტო 5 3321. შვილი ნიკოლოზ ნაყოფია, Georgia International Films, ამერიკის შეერთებული შტატები, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, 454 South Flower Street. შვილი ნიკოლოზ ნაყოფია, Moving Pictures, საქართველო, თბილისი, ინგოროყვას ქუჩა 21. ნიშანდობლივია ის, რომ კობა ნაყოფიას შვილს ჩამოთვლილი კომპანიებიდან 2010 წელს არც 1 ცენტი შემოსავალი არ მიუღია. სამაგიეროდ შეპასა კვარციტში ნაყოფიას შვილის ხელფასმა გენერალური დირექტორის კონსულტანტის პოსტზე 1 წელიწადში 2.336.250 ლარი შეადგინა. კობა ნაყოფიას შრომითი საქმიანობა. 1994-96 წლებში ფირმა Zolotoe Runos გენერალური დირექტორი გახლდათ. 96-99 წლებში დსთ-ს ქვეყნების სახელმწიფოთშორისი ეკონომიკური კომიტეტის მრჩეველი. 2000-დან 2004 წლამდე ფირმა Stormis გენერალური დირექტორი. 2001-დან 2004 წლამდე კომპანია Investment Managementის გენერალური დირექტორი. 2001-დან 2004 წლამდე კომპანია Arlovskaya Pramyshlenaya კომპანიას დირექტორთა საბჭოს წევრი. 2004 წელს გახლდათ კომპანია Pramyshlenaya ინვესტორის ვიცე-პრეზიდენტი. 2004 წლიდან 2008 წლამდე სააქციო საზოგადოება მადნეულის გენერალური დირექტორი. 2006-დან 2008 წლამდე შეპასა კვარციტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2007-დან 2008 წლამდე შეპასა ზარაფხანა დეველოპმენტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2008 წელს საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. ამ ადამიანმა დააფინანსა ფილმი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ. ნაყოფია რუსულ ბიზნესში, როგორც მისი ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, 90-იანი წლებიდან ჩნდება და საქართველოში ფარდების რევოლუციის შემდეგ ჩამოდის. ის ყველაზე მყარი ბიზნესით, ოქროს წარმოებით იწვევს დაინტერესებას. თუმცა ვისია უფრო ეს ინტერესი ჯერჯერობით გაუგებარია. სააკაშვილის თუ ნაყოფიასი, რადგან ნაყოფიასთან ერთად პარალელურ რეჟიმში მუდმივად ახსენებენ პრეზიდენტის ბიძას, თემურ ალასანიას, რომელიც, როგორც ამბობენ, თავის მხრივ მჭიდრო ურთიერთობებით უკავშირდება როგორც ამერიკულ, ასევე რუსულ სპეცსამსახურებს. ალასანია საქართველოში რუსული ბიზნეს ინტერესების ლობად მოიაზრება.
2004 წელს საქართველოს ეკონომიკურმა სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა და მადნეულის შვილობილ კომპანია კვარციდან ერთად გასაყიდად გამოიტანა. ტენდერში 21-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებულად რუსული კომპანია უსინკორნი დასახელდა. კომპანია, რომლის სახელსაც ნაყოფიასთან ერთად ბენდუქიძეს და პრეზიდენტის ბიძასაც უკავშირებენ. 2005 წლის ნოემბერში ბრიტანულმა რუსულმა კორპორაციამ Stenton Equity-მა და სუბსიდიურმა კომპანიამ Invest ჯგუფმა გაიმარჯვა ტენდერში მადნეულის 97%-იანი წილის პრივატიზაციასთან დაკავშირებით. ამავე კომპანიამ ასევე მოიგო ტენდერი ტრანსქართული რესურსების 50%-იანი წილის შესყიდვაზე. ეს უკანასკნელი ახორციელებს ნედლეულის მოძიებას. კორპორაციამ სულ 51 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადა. ამ თანხიდან 35 მილიონი განკუთვნილია მადნეულის 97%-იანი წილის აქციებისთვის, ხოლო 16 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა შესულიყო საქართველოს ბიუჯეტში კომპანიის ვალების დასაფარად. თვითონ მადნეული ფლობს ქართულ ავსტრალიულ შეპესე კვარციტის აქციების ნახევარს. ვარდების რევოლუციამდე საწარმოს 97% სახელმწიფოს საკუთრებაში იყო. ექსპერტები, რომლებმაც დეტალურად შეისწავლეს პრივატიზაციის პროცესი, ამბობენ, რომ ის დარღვევით წარიმართა და მათთვის გაურკვეველია, რატომ მიანიჭა საბოლოოდ ეკონომიკის სამინისტრომ უპირატესობა რუსულ Stenton Equity Corporations, პრამოშლენი ინვესტორის შვილობილ კომპანიას. იმის გამო, რომ ქვეყანაში ანტიმონოპოლიური რეგულირება არ არსებობს, სააქციო საზოგადოება მადნეული ბაზარზე ერთპიროვნული მონოპოლისტია. კომპანიის მფლობელობაშია 27 საბადო, მაგრამ აქედან მხოლოდ 2 მუშაობს. 27 საბადოს ლიცენზიაში მადნეულის მფლობელ რუსულ კომპანია Geopro Mining's არაფერი გადაუხდია, აცხადებენ ექსპერტები. მათივე ინფორმაციით 57 მილიონი ამერიკულ დოლარად გაყიდული მადნეულის წლიური მოგება 150-დან 200 მილიონ დოლარამდეა. ანუ ის სამჯერ აღემატება ამ კომპანიაში გადახდელ თანხას და ამ ტრანზაქციიდან საქართველოს ყოველწლიური წილი 50 მილიონი დოლარი მაინც უნდა ყოფილიყო. ამჟამად ეს კომპანია საქართველოს სპილენძის მარაგის 90%-ს და ოქროს მარაგის 100%-ს ფლობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ბრიტანული წარმოშობისაა, თუმცა რეალურად კვლავს რუსულ კომპანიამდე, Geopro Mining-ამდე მივყავართ, რომლის დირექტორიც იყო რუსეთის ყოფილი სათბობ ენერგეტიკის მინისტრი და დუმის ყოფილი დეპუტატი სერგეი გენერალოვი. აქ უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გენერალოვმა და პრეზიდენტის ბიძამ თემურ ალასანიამ 140 მილიონი დოლარი ჩადეს მადნეულის ოქროს მოპოვება გადამუშავების საქმეში. ამ დროისთვის კომპანიის მმართველობა შეცვლილია და სერგეი გენერალოვი მის დირექტორი აღარ არის, თუმცა შტაბ-ბინა კვლავინდებურად მოსკოვშია განთავსებული. რუსულ სახელმწიფო წარეებში გენერალოვს იცნობენ როგორც კარგ ბიზნესმენს, რომელმაც კრემლის ფულის სწორად დაბანდება იცის. მადნეულს ოფშორული კომპანია Stenton Equity მართავს, რომლის დირექტორადაც გენერალოვის ნდობით აღჭურვილი პირი პოვარიონკინი დაინიშნა. Stenton Equity არამხოლოდ ოქროს, არამედ სხვა სტრატეგიული ბიზნესების დიდ ძილებს ფლობს საქართველოში. გენერალოს Forbes-ის მიხედვით სამყაროს უმდიდრეს ადამიანთა შორის საკუთარ 400 მილიონით 2009 წელს 99 ადგილი ეკავა. ქართული ოქროს ბიზნესში გენერალოვის გვარის ხსენებას გავლენიანი საერთაშორისო პრესის რეაგირებას მოჰყვა. რამდენიმე წლის წინ ბრიტანული სასამართლო ძალიან საინტერესო პროცესის მოლოდინში იყო, თუმცა როგორც ჩანს, ყველა მხარემ დუმილი ამჯობინა და საქმის მსვლელობა აღარ მიეცა. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელი იქნებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლოში გამოჩენა და იმის მტკიცება, რომ ის გენერალოვის არც მეგობარია და არც ბიძამისია ოქროს ბიზნესით დაინტერესებული. ეს ჩვენს პრეზიდენტს არ გაუგებია. 2008 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯიმი კარტერის მრჩეველი ჯონ ჰელმერი წერდა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას ნათესაური კავშირის და ბიზნეს ინტერესების ხათრით გაჩნდა გენერალოვი ქართული ოქროს ბიზნესში. ჰელმერი პირდაპირ მიუთითებდა, რომ ეს საქმე თემურ ალასანიამ 51 მილიონად ჩაიგდო ხელში. აქვე მითითებულია ისიც, რომ pomyśleni ინვესტორების ხელმძღვანელობამ მაშინ არ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გენერალოვს ამ კომპანიასთან პირდაპირი კავშირი აქვს. ჟურნალისტები ასევე იხსენებენ 2004 წელს, როდესაც ახლად გაპრეზიდენტებული სააკაშვილის პირობებში ყოფილი რუსი ჩინოვნიკი გენერალოვი მზად ყოფნას გამოთქვამდა საქართველოში 200 მილიონიანი ინვესტირების შესახებ. მაშინ გენერალოვი ბათუმის და ფოთის პორტებით იყო დაინტერესებული. მალევე გენერალოვი და სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია ახალ სკანდალში გაიხდნენ. მადნეულს ჰქონდა მცდელობა ოქროს მოპოვების სომხურ ბაზარზე შესულიყო, რაშიც 97 მილიონი კანადურ ფირმას გადაუხადა და მას ოქროს მოპოვება სუდის კარიერიდან უნდა დაეწყო. ამას აზერბაიჯანელების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. აზერბაიჯანული გაზეთი სარკე წერდა, თემურ ალასანიას და სერგეი გენერალოვის საერთო კომპანიამ დიდი ფული ჩადო სუდის კარიერში. საქმე კი დღემდე სადაო, ყარაბაღის ტერიტორიას შეეხებოდა, რაც აზერბაიჯანელების ასეთ რეაგირებას უფრო გასაგებს ხდის. ბაქოს პრესა მაშინ წერდა, ახალგაზრდა პატივმოყვარე ღვინოს და ქალების მოყვარული საქართველოს მეთაური ამერიკულ კიბეზე რუსული ჩექმით ადის. ამ შინაარსის ანალიტიკური წერილის გამოქვეყნებიდან რვა თვეში რუსული კომპანიის პრომიშლენი ინვესტორის
გენერალოვის ხელმძღვანელობამ ბრიტანეთის და უელსის უმაღლეს სასამართლოს მიმართა, რადგან გენერალოვის ბიზნეს რეპუტაციაზე სააკაშვილთან მეგობრობის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ნეგატიურად იმოქმედა. გენერალოვის განცხადება იმდენად ხმამაღალი იყო, რომ მას კრემლში აუცილებლად გაიგებდნენ. მაგრამ ბრიტანული კანონმდებლობის თანახმად არამხოლოდ გენერალოვი, არამედ სააკაშვილიც და თემურ ალასანიას უნდა გამოცხადებულიყვნენ სასამართლოში და მოეხდინათ მათ შორის რაიმე სახის ურთიერთობების არსებობის უარყოფა. ამის შემდეგ 2 წელი გავიდა და ჯერჯერობით ბრიტანული პროცესის შესახებ პრესა დუმს. მაგრამ დანარჩენი პრესა აქტიურად წერს იმაზე, რომ სააკაშვილის ბიძა პუტინი მედვედევის კარზე არაერთხელ ჩავიდა დისულისთვის საპრეზიდენტო სავარძლის 2013 წლამდე შესანარჩუნებლად. რატომ არ ზრუნავს სახელმწიფო ოქროზე მონოპოლიის მოსახსნელად? რატომ უკავშირდება ყველაზე მყარი ბიზნესი რუსი გენერალოვის სახელს, სად მივყავართ მოოქროვილ გზას? რატომ ჩნდება ამ გზაზე ჟვანიას გუნდის წევრების კვალიც და ხომ არ გვაბრუნებს ეს ყველაფერი 2005 წლის თებერვალში? ალასანია, ბენდუქიძე, გენერალოვი ნაყოფია. აერთიანებს თუ არა ამ ადამიანებს ჩვენი პრეზიდენტი და ოქროს ციებ-ცხელება. მე როცა ვიყავი შევარდნაძის მთავრობაში, მივედი, თქვი რომ აი შენახარ კოლოპირებული, შენახარ აი შენი სახლები, ამ დარბაზში არის საქართველოს პოლიტიკური ელიტა. და აგერ არის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პრეზიდენტის ნაცავი აქ იყო ერთი, მაგრამ წავიდა, მაგრამ შეიძლება მაწელაპარაკი, მინისტრები, დეპუტატები, მოსე, პოლიტიკური ელიტა არის აქ შეკრებილი დღეს. თუ თქვი ამბობთ ას, მოდი თქვით ბ. თუ კატა არის ოთახში, დავიჭიროთ, ხო, ბლელი ოთახი არის, მეგო განათებულია თეთრი საქართველოს უყურებს. ვინ არის აქ კორუმპირებული მაინტერესებს? თუ აქ პრეტენზია რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა ზრიანობაში არის ძალიან სუფთა. და მე ამას ნამდვილად არ დავთვალ, იმიტომ რომ ეს არის თუ გნებავთ თავარი მიღწევა ჩვენი სახელმწიფოზე მთლიანად ამ ეტაპზე. პრეზიდენტის ბიძა უკვე მეორედ ჩნდება ანატომიის გმირებთან ერთად და ის სხვა გადაცემის თემაა. ჩვენ შევეცადეთ მოკლე დროში დაახლოებითი წარმოდგენა შეგვექმნა იმაზე, თუ საიდან შეიძლება ჰქონდეს დეპუტატი ნაყოფიას ჰოლივუდში გადასაღები ფილმის ფული და ამ კვალის ძიებისაც რა თქმა უნდა ნაყოფიას თემასაც ავწდით, მაგრამ გადაცემის მზადებისას, ინფორმაციის მოძიებისას წყარომ, რომელმაც კონფიდენციალურად დარჩენა არჩია, მოგვითხრა, რომ რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტის ბიძამ ამერიკის შეერთებულ შტატებში თბილისურზე არანაკლებ პომპეზური ბანკეტი მოაწყო ფილმის პრემიერის აღსანიშნად, რაც ასევე რამდენიმე მილიონი დაჯდა. რატომ იხდის ამ ბანკეტს პრეზიდენტის ბიძა, ან შეიძლება თუ არა დაფინანსდეს რუსულ-ქართულ ომზე გადაღებული ფილმი რუსული წარმოშობის ფულით? ნაყოფია ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ამბობს, რომ თანხა, რომელიც 20 მილიონამდე ადის ბანკიდან ისესხა. დასახელებულ პირებთან პირდაპირ კავშირში მყოფი ადამიანები დუმილს არჩევენ და შესაბამისად შეკითხვა მოძრაობს თუ არა ჩვენი პრეზიდენტი ამერიკულ კიბეზე რუსული ჩექმით უპასუხოდ რჩება. ერთადერთი რაც ზუსტად ვიცით, ის არის რომ კობა ნაყოფია 2008 წელს ომის დროს საქართველოდან გაქცეულ პირთა ოფიციალურ სიაში იყო. როგორც ჩანს, დანაშაული ერის წინაშე სხვის ომზე გადაღებული ფილმით გამოისყიდა. ვიფიქროთ საკუთარ ანატომიაზე.